Სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან დავიღალე. გადაღებები, სამსახური, ბიზნეს გეგმები. კი, ნიკოლ, ვარსკვლავობა რთულია. მას არაფრის გაკეთება და ავტოგრაფების დარიგება ურჩევნია. კი, და ამით უამრავი ფული შოვნა. ჩვენ უბრალოდ აქვს ხედვართ და შვებულებისთვის ნივთებს ვალაგებ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ისევ ბლოგერები ვართ. ბლოგერები ადამიანები არ არიან? ასე უბრალოდ შვებულებაში წასვლა არ შეგვიძლია. რაიმე სახის გამოწვევა უნდა შევასრულოთ. ზუსტად. მოიცა, რა მოხდება თუ ზოგი ადამიანი $1 წავა დასასვენებლად, ზოგი კი $100,000? კარგი, ეს ძალიან დიდი სხვაობაა. აბა როგორ გადავწყვიტოთ, ვინ მიდის შვებულებაში $1 და ვინ $100,000? შეგვიძლია ისე გავიყოთ, როგორც გვინდა. ო, კი, და ვის უნდა $1 შვებულებაში წასვლა? მეც ასე ვფიქრობდი. არავის უნდა. კარგი. მაშინ გირჩევეს ბაბუის წესით მოვაგვაროთ. ბაბუა დიდი ხანია, რაც გარდაცვლილია. როგორ თხოვოთ? არავის თხოვნა არ გვჭირდება. უბრალოდ წირისხლა დაგჭირდება. კარგი. 5-ში 4 ფურცელია. 2-ზე აწერია $1, 2-ზე კი $100,000. მოიცა, ჯამში 4 რატომ არის? მოიცა. შენც წამოხვალ? ჰეი, გაგიჟდით? მე აქ ყველაზე მეტად ვიმსახურებ შვებულებას. ძალიან მინდა ბევრი ფულით დასვენება. უკვე წარმომიდგენია ჩემი თავი ლამაზკაბაში, პარიზის ქუჩებში სეირნობისას. რატომ კონკრეტულად პარიზი? არ ვიცი, უბრალოდ ფანტასტიკურად ჟღერს. ან იქნებ ნიუ-იორკში, ჯერ არ გადამიწყვეტია. ყველანი დაჯეკით, ამორიღეთ ფურცლები, მე პირველი ვარ. Yes, $100,000. მე მდიდარი ვარ. $100,000 ღირებულების შვებულება. აბა რა სელოდებით, ლუზერებო? შვებულება $1? კენჭისყრა გაყალბებულია. ეს უსამართლობაა. სხვა ფურცელი უნდა ამერჩია. ყველაფერი სამართლიანია. დაჯექი და მოდუნდი. თუ არასწორი ფურცელი ამოიღე, ეს შენი ბედის წერაა. ახლა ჩემი ჯერია. ეს შვებულება ყველაზე მეტად მაინტერესებს. რატომ? ვალდემარი ისედაც ყველგან წაგიყვანს. ზუსტად, დროა მისგან შესვენება ავიღო. ის ყოველთვის მოსაწყენ მატარებს. ეს აღარ არის ახალისო. დავიღალე. 2 ფურცელი დარჩა. ასე რომ შანსი 50-50-ია. ტანია, მიდი და $1 ფურცელი ამოიღე. შენ სიყვარულში მაინც გაგიმართლა და მეც ერთხელ მაინც მჭირდება წარმატება. სულ ერთხელ. $100,000 ღირებულების დასვენება. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო შვებულება იქნება. აღარც ბორშის მომზადება და აღარც ჭურჭლის რეცხვა მომიწევს. ტანია, შენ ასეთ რაღაცებს საერთოდ არ აკეთებ. არა უშავს, მე დასასვენებლად მივდივარ. მოიცა, ესე იგი ნამდვილი დედაშვილის შვებულება გვაქვს? კი, ერთი წუთით დიდარი დედაშვილის შვებულება. ვაუ! მაგარია! კარგი ჟენია. გონი ლუზერების შვებულება ჩვენია. ეგრე გამოვიდა კი? ბიჭებო, საკმარისია სისულელე. დარწმუნებული ვარ გამოგივათ. კი, კარგი, ჩვენ მივდივართ. დედა, გონია რომ შვებულებაში თმის საშობი დამჭირდება? ლარავიცა შემთხვევაში, ჩვენ ყველაზე მდიდულ სასტუმროში გავჩერდებით. თმის საშობი აუცილებლად ეკნებათ, მაგრამ მაინც ვერ ხვდები სად მივდივართ. ჩვენ მივდივართ $100,000 შვებულებაში. მივდივართ მონაკოში. ვიცოდი რომ მონაკო განსაცვიფრებელი იყო, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ველოდი. იცი, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. კარგი, თუ ასე შეხედავ კი, $1 20 ცენტს, 30 ცენტს. 40 ცენტს ჯობია. კი, გაგრძელება არაა საჭირო. მესმის შენი აზროვნების ლოგიკა. იცი რა? კიდევ ერთი კარგი ამბავია. რა ამბავი? კარგი, ნახე, შენ $1 გაქვს და მეც 1. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯამში $2 გვაქვს. მაგარია. ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. არ ინერვიულო. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია შესანიშნავი დროის გატარება. კარგი, მაგრამ ისედაც მეტი ფული ჩვენ არ გვაქვს. ასე რომ მხოლოდ 2 დღით მივდივართ, მაგრამ უკვე უამრავი ნივთი გვაქვს. ეს ქალური პრობლემები. მისმინე, იცი რაზე ვფიქრობდი? ვალდემარის მიტოვების შესახებ? მაგაზე არა. მერე ფულს ვინ გადაიხდის? რატომ უნდა შევიწუხოთ თავი ნივთების წაღებით, როცა იქ უბრალოდ ახალი ნივთების ხიდვა შეგვიძლია? და გვაქვს საკმარისი ფული? მონაკოა, ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. $100,000 საკმარისი იქნება. თუ რამეა ვალდემარიც დაგვეხმარება. Yes!
ისე უნდა ვიფიქროთ, თითქოს გაკოტრებულები ვართ. რა დაგჭირდება თუ ქუჩაში მოგვიწევს ცხოვრება? უფასო ჯანდაცვა, იმიტომ რომ ზაფხული აღარ არის და შეიძლება აუცილებლად გავიყინოთ. კარგი იდეაა. რა მოხდება თუ სპეციალურ საავადმყოფოში აღმოჩნდებით და ამ ფულით იქ დავჭებით ჩვენ? მართალია, იქ უფასოდ გვაჭმევენ, სითბოც იქნება და მეზობლების ხმაურიანები არ არიან. კარგი, ეს უკანასკნელი გამოსავალი იქნება. მაინც იმედი მაქვს, რომ დასვენება მხოლოდ $1-ითაც შესანიშნავი იქნება. 2-ით, არ დაგავიწყდეს. ახლა კი ავიღოთ ყველაფერი, რაც შეიძლება გადარჩენისთვის გამოგვადგეს. თბილი ტანსაცმელი, საბანი, თოკები. ერთი წამით. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი, თერმოსი ჩაით და ცოტაოდენი წებოვანი ლენტიც. წებოვანი ლენტით პირი უნდა დავიხუროთ, როცა ჭამა მოგვინდება? ნამდვილად არ გვეყოფა საჭმისთვის ფული. აბა წავიდეთ. ჩვენი ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს მონაკოში ავტობუსით კი არა, სხვა ტრანსპორტითაც მივიდეთ. ზუსტად, იქნებ ვერტფრენი დავიქირავოთ, თუმცა რატომ უნდა შევწუხდეთ ამ მიაფასიანი ტრაბახებით? ყოველ შემთხვევაში დამატებით მძღოლს ავიყვან? მონაკოში ყველა პირადი მძღოლით ჩადის. ამიტომ ჩვენ ერთ დონეზე ვიქნებით. უბრალოდ აუცილებლად მოითხოვე, რომ მძღოლი სიმპათიური იყოს. ეს რაღაცომა საჭირო? ინსტაგრამის სტორიებს გადავიღებ. შეიძლება კადრში გამოჩნდეს. არ მინდა მის მასახემ მთელი სურათი გააფუჭოს. ნიკოლ, ეს ჩვენთვისაა. საოცარი მოგზაურობა ოფიციალურად დაწყებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. რასაც სიამოვნო გზნობა, საკუთარი თავისაც კი მშურს. კი, და მძღოლით საკმაოდ სიმპათიურია. ნებისმიერი ახირება ჩვენი თავებისთვის. ძალიან მინდა რომ ასეთი მოგზაურობები ჩვენი ცხოვრების რეგულარული ნაწილი გახდეს. სრულიად გეთანხმები. კარგი, და ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყოს. დედა, რატომ იღებ ამ ყველაფერს? ნიკოლ, მინდა ყველა მიცოდეს, რომ შემიძლია საკუთარი თავის რჩენა. უკაცრავად, შემიძლია ჩემი მუსიკის ჩართვა? შესანიშნავია. აჰა, აი ჩვენი დანიშნულების ადგილას ვართ. ძალიან მარტივი იყო. იცი, ნამდვილად გაგვიმართლა. გზაში დროის დაკარგვა არ გვიწევს. ტრანსპორტირებისას ავადმყოფობა არ გვემართება და მანქანაც არ ფუჭდება. და კიდევ ერთი პლუსი, ბუნებაში ბევრ დროს გავატარებთ. ეს ძალიან ჯანსაღია. მოძრაობა სიცოცხლეა. მოძრაობა სიცოცხლეა. დამიჯერე ჟენია. მე და შენ იმდენს ვივლით, ყველაზე ცოცხლები ვიქნებით. კარგი. გონი დღეს ნიკოლი და ტანიას ბევრს ვივლიან, მაღაზიიდან მაღაზიაში. კი, შოპინგი უფრო სასიამოვნოა, როცა სხვა არჩევანი არ არის. ქუჩაში სიარულის გარდა სხვა ვარიანტი არ არის. და ეს ზურგჩანთები მძიმეა. კარგი, საკმარისია წუწუნი, ჩვენ მაგრები ვართ. კი, მაგრები. გუშინ ვნახე, როგორ ტიროდი, როცა ტანიასთან ერთად მელოდრამას უყურებდი. ძლიერ ადამიანებს ემოციების გამოვლენის არ ეშინიათ. დედა, ჩუპაჩუპსი მინდა. ძღოლო, გაიგონეთ? ჩუპაჩუპსები. ვაუ, ეს ძალიან დიდია. რატომ არის ასეთი დიდი? ნიკოლ, $100,000 შვებულებაში ვართ. ყველაფერი საუკეთესო უნდა გქონდეს. ძღოლო, წავიდეთ. უკვე გვაგვიანდება. სკამი. მოიცა. გარეთ სეირნობა შესანიშნავია, მაგრამ მალე ფეხები გამიცივდება. გეთანხმები, მეც შესვენებას უჭერ მხარს. კარგი. სწორედ აქ შეგვიძლია უკანალების დასვენება. 9 საათში უკანას ბუჩქებში ჩავდებ, მაგრამ ახლა შეგვიძლია აქ დავჭდეთ. კარგი. თითქმის ხელახლა დავიბადე. რა სიჩუმეა? მხოლოდ გზის ხმები და სრული სიჩუმე. სხვა საერთოდ არაფრის ხმა არ ისმის. ვინგაპედა ჩემი ნებართვის გარეშე აქ მოსვლა? ჰეი, ვის მობეზდა ცხოვრება? ჰეი, ახლავე მე თქვენ სეირს გაჩვენებთ. ჰეი! შენც გაიგე ეს? კი, და ეს სიმშვიდის ატმოსფეროს დიდად არ უხდება. ჰეი!
მოდით აქ. ის ჩვენ კერგამბურგის არა? კი და ის დიდად მეგობრული არ ჩანს. არა? ვინ მოგცათ უფლება ჩემს სკამზე დამჯდარიყავით? მე თქვენს სახლში არ მოვდივარ. მეც კი უკეთესი მანერები მაქვს, ვიდრე თქვენ. თქვენ აქ ბიჭებო ძალიან ცუდად მოიქეცით, რომ იცოდეთ. ეს არასწორია. და გახსენებთ, რომ უსახკარო ვარ, ასე რომ დაფიქრდით. იცით, რაღაც გაგებით ჩვენ სახლა უსახკარო ვარ და სხვათა შორის ეს სკამი მხოლოდ შენი არ არის. ეს საჯარო ადგილია, ასე რომ ნუ გვიყვირი. გაიგე? ის სრულიად გაუწონასწორებლად გამოიყურება. ჰეი, შვილო, სინამდვილეში აქ ვდგავარ და ყველაფერი მესმის, რასაც ამბობ. ბოდიში. ჟენია, არა უშავს, მე კაცი ვარ, ამას მე მოვაგვარებ. გავიქცეთ. შენ თავს კაცს უწოდებ? შეგიძლია პრობლემების გადაჭრა? ფანტასტიკურია. ჩვენ უბრალოდ წავიდოდით, მაგრამ ახლა ნაგვისუნი აგვდის. კარგი. გაიქეცით. იცოდეთ თქვენი ადგილი. გეშინოდეთ ოლეგ მოლოჩნის, უსახკარო ბიჭის. მე თქვენ იცოდეთ აქ არაფერს არ დაგითმობთ. სისხლში მაქვს ჩემი ტერიტორიის დაცვა. ჩემი უსახკარო მშობლების აქ ცხოვრობდნენ. დედა, მოიცა. არ მჯერა რომ მონაკოში ვარ. კი, ნიკოლ, ეს დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული ადგილია. როგორ ვაპირებთ აქ დასვენებას? ჩვენ ჩავეფლებით ფუფუნებისა და კეთილდღეობის სამყაროში. ყველაფერი, რაც მსოფლიოში ყველაზე ძვირია, სწორედ აქ არის. იეს, ძალიან მიხარია რომ მდიდრული დასვენება ავირჩიეთ. დედა, მოიცა, შეხედე ამ მაგარ მანქანებს. ეს დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული ადგილია. ტესლას ტაქსი. დედა, რატომ აქვს ახალი წელი, როცა ასე ცხელა აქ? ნიკოლ, მოიცა, ამ ადგილას ყველაფერი შეიძლება. კარგი, დედა, ძალიან მინდა რაღაც ვჭამო. ნუ ღელავ, ნიკოლ, სულ ცოტაც მოითმინე. ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ადგილას ვარ. დედა, სად დავჩებით? მოიცა, იქით გაიხედა, ნიკოლ. ეს მონაკოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა. იქნებ იქ დავჭეთ? ყველაზე ძვირადღირებულში მინდა დარჩენა. კარგი არჩევანია. ახლა ყავა დავლიოთ და შემდეგ ჩეკინზე წავიდეთ. ვფიქრობ იმაზე თუ როგორ თქვებიან ბიჭები $1 შვებულები? ეს აუცილებლად უნდა გადავიღოთ ფოტო და გავუგზავნოთ ბოდიას და ჟენიას. სხვათა შორის ოთახს ჯავშნი. შეხედე რა დავჯავშნე. ფუფუნებაა, რა მაგარია. სოფლიოში საუკეთესო დასვენებაა. გეთანხმები. მოდი, მართლა გადავიღოთ ფოტო და გავუგზავნოთ ბოდიას და ჟენიას. შურდეთ ჩვენი. კარგი. არ ფიქრობ, რომ ეს მათთვის ცოტა ზედმეტია? ისინი $1 შვებულებაში არიან. კარგი, დედა, მომეცი შენი ტელეფონი. გაგზავნილია. არ მაინტერესებს. ყველაფერს გავაკეთებ ჟენიას გასაღიზიანებლად. კარგი, და ასე იყოს. ხალხო, დღეს გამიმართლა და ფუფუნების შვებულება მოვიგე და დიდი კითხვა მაქვს თქვენთვის. როგორი შვებულება გისჩვენიათ? $1 თუ $100,000? დაწერეთ თქვენი პასუხები კომენტარებში და თუ მე და დედა ჩემს გულშემატკივრობთ, ამის საუკეთესო გზა გამოწერაა. გამოიწერეთ არხი და ვიდეოს შემდეგ ნახავ, რამდენი ადამიანი გულშემატკივრობს და რა თქმა უნდა დედა ჩემსაც. და თუ ჟენიას და ბოგდანს გულშემატკივრობთ, მაშინ გამოწერა არ გჭირდებათ, მაგრამ თუ დედა ჩემის მხარეს ხართ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ეს გვიჩვენებს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს მე და დედა ჩემს. კარგი, მე წავედი. რა? ისინი არა მხოლოდ $100,000 შვებულებაში არიან, არამედ სურათებსაც გვიგზავნიან. რა? მაჩვენე. ღმე, თო, ჩემო. კარგი, 100%-ით ფიქრობდნენ, რომ შეგშურდებოდა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს ჩვენიურად ვატარებთ დროს აქ. კი,
ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. სხვათა შორის უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ სად დავრჩებით. კი, მოიცა. ყველაზე იაფფასიანი ჰოსტელის საწოლისთვისაც კი არ გვაქვს ფული. შესაძლოა ეს კარგია. ჩვენ შეგვიძლია სრულიად გამოვავლინოთ ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი. კარგი. თავაზობ რომ საძილი ადგილი თავად დავაშენოთ? კი, ამდენი ნივთი თან წამოვიღეთ გარკვეული მიზეზის გამო. ადგილი უკვე შევარჩიეთ. ახლა მხოლოდ მასალები უნდა ვიპოვოთ და ეს ნამდვილი ფუფუნება იქნება. მაგარი თავშესაფარი გვექნება. მას შემდეგ რაც მამამ მიმატოვა, ასეთ მაგარ სახლში არ მიცხოვრია. წარმოუდგენლად გაგვიმართლა რომ მე სამშენებლო მასალა ვიპოვეთ. ეს ისეთი მრავალმხრივია. აქაურობა ბევრ უსახლკარო ადამიანს იხსნის სიცივისგან. არც კი მწვენია რომ ისინი თითქმის ნაგვის უნასთან ახლოს ვიპოვეთ. თუ საქმე სითბოსა და სიამაყეს ეხება, მე სითბოს ავირჩევ. რა უნდა მოგწონდეს კომფორტულ დასვენებაში? შეიძლება ცოტა ქარი იყოს, მაგრამ მაინც თბილა. წვიმაში არ დასველდები, ხიდი გვიფარავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უსახლკარო ოლეგ მოლოჩნი ვერ გპოულობს. კი, სწორედ ამის მეშინია ყველაზე მეტად. ის მოდის, ეს უსახლკარო ოლეგ მოლოჩნია. ნიკოლ, ნიდი, დაარტყი. ნიკოლ, ჩაარტყი ხელი. დედა, მიდი. არა უშავს რომ გრძელი ფრჩხილები მაქვს? მე მოვიგე. ნიკოლ, მზად ხარ? კი, არა, კარგი, კი, კარგი, არა. ვინ მისმენს საერთოდ? მეშინია. ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. მოიცა, ახლა კი ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. დედა, ნუ გეშინია, მე აქ ვარ. მისმინე, გადავიფიქრე. არა, ისევ, არა, ყველაფერი კარგადაა. მოიცა, გამიშვით. არა, ყველაფერი კარგადაა. უფრო აჩქარეთ, მიდით. არა, მეშინია. გამიშვით. თაუბრუსთან ხვევი იყო, სერიოზულად. გინახამ გალფრინდი, ყვიროდი, უარი ვთქვი, მაგრამ არავინ მომისმინა. ეს ძალიან ზედმეტად საშიში იყო, მაგრამ მათმე მომისმინეს და მათ მოусმინეს მას. რადგანაც თქვა, კი, დედა, მოიცა, რა მაგარია რომ მთელი პარკი მხოლოდ ჩვენ ორისთვის ვიქიდავეთ. კი, მართლა, აქაურობა ჩვენია. შეგვიძლია ნებისმიერი ატრაქციონით ვიკატაოთ და მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. წარმოგიდგენიათ? აქ ჩვენ გარდა არავინაა. დიახ. მოიცა. შეხედე ამ რუბელს, ძეხს გავს. კარგი. და ის მარსნის შემწვარ ქათამს გავს. და ის გვერდით რომ არის პიცას გავს. ჯანდაბა, უკვე ძალიან მშია. კარგი. მზად ვარ გამლელებს საჭმელი ვთხოვო. მოიცა. ან ნაგვის უმნაში მოვძებნოთ. არა, ეს ძალიან ზედმეტია, მაგრამ შემახსენე რამდენი გვაქვს ფული? კარგი, $1 + $1. ეს $2-ია. იქნებ სუპერმარკეტში რამე ვიყიდოთ? წავიდეთ და ვნახოთ. წავიდეთ. კარგი. ძალიან გაგვიმართლა რომ მამპურზე აქცია იყო და ჩვენ ვიყიდეთ. ის ძველიც კი არ არის, მიუხედავად იმისა რომ გუშინ წინდელია. კი, გუშინ უარი ვთქვით მაკარონის ჭამაზე, რომელიც ალდენტე არ იყო. ახლა კი უარგის პურს ჭამთ. მართლაც, ადამიანებს არა მხოლოდ ფული ცვლის, არამედ უფულობაც. გემრიელია, დიახ.
დავიღალე სიარულით. კიდევ რამდენ ხანს? სად არის ეს რესტორანი? მოიცადე. მალე იქ ვიქნებით და გემრიელად ვივახშმებთ. დედა, შეხედე, ლუი ვიტონი. კი, მეც ვხედავ მას. დედა, რამდენი პური დაგვრჩა? ნუ ღელავ, საკმარისი გვაქვს. ჩვენ უკვე სამჯერ შემოუვარეთ ამ ქალაქს და არანაირი კულტურული პროგრამა არ ყოფილა. მოწყენილი ვარ. მინდა რომ რამით გავერთო. აქ ერთადერთი ეგეთი რამე, აი ეს ზაღლია. შეხედე. მაგარია. კულტურული პროგრამა არ არის? ოლეგ მოლოჩნი, ისევ. არა. მოიცა. კარგი, დამშვიდდით. ყველაფერი კარგადაა. კარგი. მაშინ რა გინდა ჩვენგან? ასეთ პროგრამას შემოგთავაზებთ. ლურს შეშურდებოდა ისეც. ძალიან მოგეწონებათ და გაერთობით კიდეც. გინდათ? არა. არ გენდობით, ისევ დაგვესხვები თავს. მოიცა პატარა ცომბიჭუნა. და შენ, გოგონავ, ყველაფერი კარგადაა. რა გოგონა? ნაცნავები არ ნიშნავს რომ გოგო ვარ. მოიცა. დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებთ. ბიჭებო, მე უბრალოდ ძალიან მშია. ახლა ხან დავინახე რომ ხელში ახლად გამომცხარი პურის ნაჭერი გიჭირავთ. 3 დღისაა. მაინც უმაღლესი დონისაა. ჩვენ პურს მოგცემთ, შენ კი ტური მოგვიწყვე. კარგი. წავიდეთ პატარებო, მოგვიანებით ვჭამოთ. მიყვარს როცა 4 დღისაა. კარგი. მე აი აქ ვჭამ. ვაუ, ფორთოხლები. აი სადაც მივდივარ, როცა ტუალეტში წასვლა მინდა. ეკოლოგიურად სუფთაა. ხედავ. და ეს ჩემი სასადილო მაგიდაა. მე აი აქ ვჭამ. ტური რა თქმა უნდა უმაღლესი დონისაა. რაღაც განსხვავებულს ველოდი. მუზეუმებს ან რამე მსგავს. ოლეგ მოლოჩნი ამ სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მე ვარ აქ ყველაზე მთავარი. წავიდეთ. გასაგებია. მე ხანდახან ამ შესასვლელს ტუალეტად ვიყენებ ხოლმე. მოიცა, გაჩერდი. ეს ჩვენი შესასვლელია. უი, ტური დასრულდა. მე წავედი. იცით, სად უნდა იპოვოთ ოლეგ მოლოჩნი? ძალიან უცნაური უსახკარო ადამიანია. ვაუ, რა საოცარი სასტუმროა. მოიცა, აქ დავრჩებით? კი, ნიკოლ, წარმოგიდგენია? ჩვენ აქ დავრჩებით. ეს შოპინგი ისეთი დამღლელია. არ მეგონა მონაკოს მაღაზიებში ამდენი მაგარი ტანსაცმელი თუ იქნებოდა. შეხედეთ, რამდენი რამე ვიყიდე. სრულიად ახალი MacBook-ი. დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ. აუცილებლად გჭირდება გემრიელად ჭამა რა სიტყვი? ჩემს აზრებს კითხულობ. ეს დღის საუკეთესო იდეაა. რადგან ჩვენი დასვენება ასეთ ფუფუნებაშია, საუკეთესო და ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორანში ვაპირებთ რომ მისადილოთ. თანახმავარ. მოწყენილობა, აღარ ვიცი რა ვქნა. რასაკეთებ ჩვეულებრივ როცა მოწყენილი ხარ? ხო, ჭამ. კარგი. სამწუხაროა, სამწუხაროდ საჭმლის ფული არ გვაქვს. მოიცა. ასევე ძალიან ცივა და ჩვენს თერმოში ჩაიც გამოილია. მაგრამ ამის გამოსწორება შეგვიძლია სპორტულ მოედანზე წავიდეთ, გავხურდეთ და გავერთოთ. ძალიან მაგარი იქნება, არა? წავიდეთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. არასდროს მიფიქრია სპორტით დავკავდებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მოწყენილობა მექნებოდა. მართლაც ყველაფერს აკეთებ ამისთვის. ფეხსაცმლის დამსახურებაა. როგორც ჩანს, ერთი პრობლემა მეორეს იწვევს. გავერთეთ და აღარ გვცივა, მაგრამ ახლა საშინლად წყურია. ძალიან მინდა რომ რამე დავლიო. არ მინდა იმედი გაგიცრუო, მაგრამ წყლის ფულის კი არ გვაქვს. სამწუხაროდ. ახლა მზად ვარ უკიდურეს ზომებს მიმართო წყლის მოსაპოვებლად, ნებისმიერი საშუალებით. რატომ ხდება რომ ფულის ნაკლებობის გამო ჩვენ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავთ ნაგვის ურნეებს? კი, რაღაც ნამდვილად არასწორად წარიმართა. მოიცა. ხედავ იმ ჭიქას დაუმთავრებელი წყლით არა? არ გგონია რომ მისი ხელშეაღება და დალევა ნორმალურია, ხო? არა, მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ და არავის ვეთყვით, რა თქმა უნდა არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. არაფერი მომხდარა, ნამდვილად, არავის არაფერი დაუშავებია და არაფერი უნახავს. ვერ ვიჯერებ. გუშინ ფაფას ვჭამდი და ახლა ევროპის ყველაზე მდიდრულ რესტორანში ვზივარ. ძალიან უშეეჩვევი. ეს მხოლოდ შაბათ-კვირისთვისაა. ნიკოლ, ზეგ ისევ ფაფის ჭამას აგრძელებ. კარგი, ნუ გამიფუჭებ მომენტს. მინდა რომ დავტყვე. კარგი, რა გინდა ახლა რომ ჭამო? ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი. მინდა ყველაზე ძვირად ღირებული კერძებით დავიწყო. სრულიად გეთანხმები.
არ გაბრაზდე, მაგრამ ეს ყველაზე გემრიელი რამაა, რაც კი ოდესმე მიჭამია. რატომ უნდა გავბრაზდე? თითქოს არ ვიცი რომ ჩემს საჭმელს უნიტაზში მისხამთ. საიდან იცი? ხო, თქვენ შორის ვიღაც ხშირად არ რეცხავს იმას, რასაც ასხამს. ოპს, მეგონა ვიღაცას კუჭის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს ჩემი წვლიანის ბრალი იყო. კარგი, მოდი დავტყვეთ ამ სილამაზით. გეთანხმები. კარგი. ასე ნამდვილად ვერ გავძლებთ. სადმე მეტი ფული უნდა ვიშოვოთ. ხო, სად? კარგი. გგონია რომ ვინმე ქველმოქმედი დაგვიკავშირდება და დაგვეხმარება? ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ ფულის გამომუშავება. ეს კარგი იდეაა. ბოლოს და ბოლოს ჩემი ნიჭი ფულის შოვნის საშუალება უნდა იყოს. არა შენთვის, არამედ ჩვენთვის. კარგი, მალე მუსიკას ჩავრთავ. წავიდეთ. Pam 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 მისმინე დედა, უკვე ვჭამეთ, გავერთეთ, გავისეირნეთ. არ ვიცი სხვაგან სად დავხარჯო ფული. როცა ფული არ გაქვს, ყოველთვის არის რაღაც, რაც გჭირდება და როცა გააქვს, არ იცი სად დახარჯო. რა მოხდება თუ რაიმე კარს გავაკეთებთ, ვინმე სხვისთვის? ეს საოცარი იდეაა. ჩვენ უკვე უამრავი ფული დავხარჯეთ საკუთარ თავზე. დროა მათ დავეხმაროთ, ვისაც ეს სჭირდება. ჩავერთოთ საქველმოქმედო საქმიანობაში, დავეხმაროთ ცხოველებს. მართალი ხარ, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ღირსეული ადამიანი ხარ, დედა. კარგი რა, შეწყვიტე. რა სენტიმენტალურობაა? მოიცა. მოდი ფული საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხოთ. შესრულებულია. ო, მშვენიერია. უკვე თავს კარგად გრძნობ. ჩვენი ნიჭი არც ისე კარგად ვითარდება. იქნებ უბრალოდ მოწყალება უნდა ვითხოვოთ. შესანიშნავი იდეაა. ახლავე წავალ და მუყაოს აბრას ავიღებ. მომეცით საჭმელი, გთხოვთ, ნუ იქნებით დაუნდობელი, გთხოვთ. ნუ იქნებით უგრძნობი, დაგვეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ. გთხოვთ, თქვენი სიკეთე უკან დაბრუნდება. ღმერთო ჩემო, ჩვენ თანაგზნობის გამოწვევაც კი არ შეგვიძლია. არ ვიცი, გამიხარდეს თუ მეწყინოს. მოდი იმ მდინარესთან წავიდეთ, რომლის შესახებაც გვიამბეს. კარგი, წავიდეთ. შეგიძლიათ ხურდა მომცეთ? გთხოვთ. დარწმუნებული ხარ, რომ ეს მდინარე სადღაც აქ არის? იმედია, ისეთივე ლამაზი იქნება, როგორც ადგილობრივები აღწერენ. თორემ აქ მოსვლისთვის ნახევარი დღე უბრალოდ დავკარგეთ. მოიცა. ეს მსოფლიოს მერვე საოცრებაა? ირონიულად, ეს მდინარე ჩვენთვის საერთოდ არ არის შესაფერისი. კარგი, ყოველ შემთხვევაში მიხარია რომ არ გვცივა და არავინ არ გვესვრის ნაგავს. კი. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ბოგდან, დამეხმარე, მიშველე, ფეხი დამიცურდა. გრილი ამინდის მიუხედავად, საოცარი დასვენება იყო. გაიხედე უკან, პალმები, ზღვა, სილამაზე. კი, გეთანხმები, ფულით რა თქმა უნდა დასვენება უკეთესია. მოიცა, თუმცა ვფიქრობ, ჩვენმა ბიჭებმაც კარგად გაატარეს დრო. დედა, როგორ შეეძლოთ იქ დასვენება მათ? ალბათ მაწანწალად ზაღლებთან ერთად ერთობოდნენ, ან ისევ მათ საყვარელ უსახკარო ბიჭთან ერთად დადიოდნენ. მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში მიხარია რომ მთელი დღე ერთად გავატარეთ. მიყვარხარ დედიკო, მეც მიყვარხარ კურდღელო. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის არსზე ხართ. მანდ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. და ჩვენ გავიქეცით. კარგად! გამოიწერეთ.